ვაგრძელებთ საქმიან დილას ჯანდაცვის ინდუსტრიიდან, რომელიც DRG სისტემის შემოღებას ეხება, რომელმაც შეამცირა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და მათ შორის ლეტალობის მაჩვენებელიც. ასეთი არის იმ კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც იყო ამ სისტემის გავლენის შეფასება ინფარქტიანი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე. საქართველოს DRG დაფინანსების მოდელი დაფუძნებული არის ლატვიურ მოდელზე, რომელიც იყენებს Nord DRG სისტემას. ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული რეფორმის ძირითადი მიზანი იყო ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობის და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. 2026 წელს BMG სტუდიიდან მოვიკითხავთ შედეგებს. იმ კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში ეკონომიკა და ბიზნესი გამოქვეყნდა სამი დიდი საავადმყოფოს 2021-2024 წლების მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი ავტორი არის დღეს ჩვენთან ერთად თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი არის საქმიან დილას სტუდიაში. დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მადლობა თქვენ დაინტერესებისათვის და მოწვევისათვის. მადლობა თქვენ მობრძანებისათვის. ბატონო თენგიზ, შევაფასოთ კვლევის შედეგები. როგორი იყო, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს კვლევა, რაზე იყო დაფუძნებული და მისი მიზანი. და შესაბამისად ის პასუხები, რაც მიიღეთ კვლევის შედეგად, რამდენად იყო თანხვედრაში იმ მოლოდინებთან, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ აქვს ჯანდაცვის სისტემას. ჩვენი კვლევა მოიცავდა DRG-მდელ პერიოდს, ან 2021-2024 წელი. როგორც თქვენ ბრძანეთ, 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო საქართველოში მისი ინსტალაცია. ანუ ჩვენ გვინდოდა შეგვეფასებინა DRG-მდე მდგომარეობა როგორ იყო და შემდეგ კომპარატივით, ესე იგი DRG-ის შემდგომი პერიოდი. და თავარი ინდიკატორები ეს იყო ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, რეადმისია, სხვა ხარისხობრივი ინდიკატორები, ძალიან ბევრი ინდიკატორები ქონდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო ასევე პაციენტის ჯიბიდან გადახდები და მთავარი მიზანი, როდესაც ეს შემოვიდა 2022 წლის ნოემბერს, ეს იყო სწორედ ორი მიზანი: ეფექტიანობა და პაციენტის ჯიბიდან გადახდების შემცირება. ჩვენ ასე ვუწოდებთ out of pocket, ანუ ჯიბიდან გადახდების შემცირება. ეს იყო მთავარი. ნუ ცხადია სხვა ინდიკატორების ჩავთეთ. ახლა რაც შეეხება რამოდენიმე ინდიკატორს, თქვენ ბრძანეთ ჰოსპიტალიზაციის, საწოლდღეების შემცირება, იქ რეადმისია და სხვა, ცხადია შემცირდა და ეს დადებითი მოვლენა გახლავთ, აი ეფექტიანობის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც უფრო მეტად მაყურებელს აინტერესებს, ხარჯების შემცირება. DRG-მდე მდგომარეობა იყო ასეთი, რომ სახელმწიფო განსაცვრავდა ტარიფს და უხდიდა საავადმყოფოს გარკვეულ ნოზოლოგიაზე, მაგრამ საავადმყოფოებს ჰქონდათ უფლება აი ამ ტარიფს ზემოთ პაციენტისათვის გადაეხდებინათ თანხა, რომელიც არ რეგულირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან. ანუ მათ რაც მოესურვებოდათ, ის თანხა შეეძლოთ გადაეხდებინა. დავუშვათ 800 ლარს იხდის სახელმწიფო, იგივე 800 ან 1000 ლარი პაციენტისათვის გადაეხდა. და ეს იწვევდა ასე მდგომარეობას, რომ წლიდან წლამდე იზრდებოდა სახელმწიფო დანახარჯი, 1.2 მილიარდ, 1.3 მილიარდამდე ავიდა, მაგრამ ეს არ ეტყობოდა პაციენტის ჯიბიდან გადახდებს და აი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სადღაც 55%, 60% იყო ჯიბიდან გადახდები. ეს საკმაოდ დიდი ხარჯები არის და იწევდა კატასტროფულ დანახარჯებს. ჩვენ ასე ტერმინი გვაქვს, კატასტროფული დანახარჯები ადამიანისათვის. და სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი სწორედ არის, რომ ადამიანს შეეხიდოს აი დაავადების დროს, რომ კატასტროფული ხარჯები არ კონდეს მას. და ამიტომ შემოვიდა ეს DRG-ის მეთოდი. ახლა ასეთი დაურეგულირებელი მდგომარეობიდან გადავედით უფრო დარეგულირებულ მდგომარეობაში, რომ ამის შემდეგ DRG-ის შემდეგ ეს არის მთავარი მომენტი DRG-ისთან, რომ საავადმყოფო არ ახდევინებს თანხას პაციენტს. ცხადია იქ არის დათქმები, დაუშვათ პენსიონერებთან 10% თანა გადახდა, მაგრამ ეს სახელმწიფოს მე რეგულირდება და პაციენტებაც იცის რამდენია თანა გადახდა და 30% სხვა მოსახლეობისათვის ეს ოფიციალურად. დანარჩენი აბსოლუტურად პაციენტი არ განთავისუფლდა ხარჯებისაგან და ცხადია ამან გამოიწვია ხარჯების შემცირება, აი ჩვენ იქ გვიწერია რომ 800 ლარიდან საშუალოდ 400 ლარამდე პაციენტისთვის შემცირდა ხარჯები.
აქ არის ბევრი ნიუანსი. ეს არის პაციენტის მხარე, მაგრამ თქვათ საავადმყოფოს მხარეც, ანუ პროვაიდერის მხარე, იმ ხრივ რომ ის ხარჯი ხო გაიზარდა და გავარდა ბატონო. აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ იქ არის აუცილებლად განახლების ინდექსი, ანუ ყოველ წელს სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ტარიფების გადახედვა და ეს ყველა ქვეყანაში, ზოგ ქვეყანაში 6 თვეში ერთჯერაც ხდება გადახედვა ტარიფების, ეს ხადი ინფლაცია, იქ არა მარტო ინფლაცია, ტექნოლოგიების შემოსვლა მედიცინაში და უამრავი სხვა რაც დის ხარჯებს. ეს არ ხდება ჩვენთან. ანუ ჩვენთან როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის სამწუხაროდ, აი შემოდის ესეთი კარგი რეგულირების მეთოდი, მაგრამ არ ხდება იმ ნიუანსების გათვალისწინება, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს როგორც ინსტრუმენტები აი მეთოდის დანერგვას. მე ბევრს ვიტყოდი ინდექსირების გარკვეულ თემაზეა, ხო, საუბარი ყოველწლიური. ყოველწლიური. ზოგ ქვეყანაში ყოველ 6 თვეში ერთჯერაც ხდება, უფრო მეტადაც, მაგრამ ჩვენთან სამ დიდ საავადმყოფოზე დაკვირვებით, რომელიც თქვენ კვლევაში მოექცა და კიდევ ერთხელ ვთქვათ მაყურებლებისთვის, რომ აქ არის საუბარი სამ დიდ საავადმყოფოზე და არა ყველა საავადმყოფოზე. ეს კვლევის მეთოდია, ჩვენ ავირჩიეთ იქ შერჩევის მეთოდით ყველაზე უფრო მეტად, რომელიც ამ დიაგნოზით იყო, იმიტომ თავის პრინციპი აქვს კვლევას და სამი დიდი მსხვილი საავადმყოფო იყო არჩეული. კი ბატონო. ამ სამ დიდ საავადმყოფოზე დაყრდნობით, ის რის გამოც DRG-ის ეს რეფორმა, ანუ თენგის, რაც იყო მისი დანიშნულება, ეს იყო ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობა და ეს იყო ფინანსური ხელმისაწვდომობა. რა ინდიკაციას იძლევა წინასწარი დაკვირვება? რეალურად რა მივიღეთ? გავიგე განახევრება ხარჯების, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ თუ არა ის შედეგი და მივყვებით თუ არა ფეხდაფეხ იმ მოდელს, რომელიც ერთ დროს, როგორც თქვენ შემახსენეთ გადაცემის დასაწყისამდე, შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა და ჩვენ ახლა გარკვეულწილად ევროპული მოდელით მივყვებით ამას ყველაფერს. ამ მოდელის დანერგვა არის ძალიან კარგი, სწორი გადაწყვეტილი, ჩვენ უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო, მაგრამ ჯობს გვიანვე არასდროს, მაგრამ როდესაც მოდელი გადმოგვაქვს, ჩვენ არ მთლიანად ის ინსტრუმენტარია, რაც ამ მოდელის დანარგვა სჭირდება, ის უნდა გადმოვიტანოთ. ნუ ცხადია, ახლა იქ არის ეროვნული სპეციფიკები, მაგრამ უმთავრესი საყრდენები, რომელსაც ეყრდნობა ეს DRG-ის მოდელი, ეს უნდა გადმოვიდეს. ამაში იყო გარკვეული გადახრები, აი თუნდაც ხარვეზები. მუქნელობა, აი თუნდაც თქვენს იცით, ჩვენ კვლევაც გავაკეთეთ, მეორე კვლევა ამაზე, მუხლის პროტეზირების. იქ მხოლოდ თურქული მასალა ფინანსდებოდა, რომელიც ხარისხით არ არის და კარგი და არ ფინანსდებოდა პაციენტს აქვს არჩევანი, რომ დაუშვათ უფრო კარგი მაღალხარისხიანი მასალა იყო. და თქვენ წარმოვიდგინოთ, მასალა კი არ უნდა დაემატებინა, რომ თავიდან ბოლომდე ოპერაციაც უნდა გადაეხადა და ეს ადიოდა 10,000, 15,000 ლარი. ეს წარმოუდგენელი ესეთი გარღვევა იყო. ანუ ესეთი ნიუანსები, რაც უნდა ჩაიდოს აი მოდელს რო ნერგავ, ეს არ გადმოვიდა. ბევრი სხვა ნიუანსი. რატო არ ხდება ანთენგის თქვენი დაკვირვებით ამ დამკვიდრებული მოდელის გადახედვა ყოველწლიურად? მე მესმის, რომ ეს უმთავრესად მაინც დაკავშირებული იქნება ხარჯების ზრასთან სახელმწიფოსთვის. აქ არის მთავარი რისკი. მაგრამ მეორეს თუ არ ავყევით, ჩვენ ვერ გავამართლებთ იმ მოდელის დანიშნულებას და სისტემა არ დაგვიბრუნდება იმ ეფექტურობით, რის გამოც არის საერთოდ DRG გამოგონილი. ეს მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული. მე ერთ ფაქტორს გამოვყოფდი, რომ ჩვენთან ყველას ეძლევა, ყველა პროვაიდერს ამ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვლის უფლება და თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუნდაც ევროპის ქვეყნებში ეს არის სელექტიური კონტრაქტირება. იქ ირჩევა მხოლოდ ის საავადმყოფოები, რომელიც ხარისხით აკმაყოფილებენ ამ სახელმწიფო პროგრამას და არა დაუშვათ ჩვენთან სადღაც მე-15 სართულზე გახსნეს რაღაცა და იმასაც დაუდეს კონტრაქტი. ეს ხადია თანხების არა მიზნობრივად ხარჯვას უწყობს ხელს და ესეც არის ერთი მიზეზი იმისა, რომ ყოველწლიურად გადახედვა არ ხდება, თუ ჩვენ ავირჩევთ მასშტაბის ეკონომიითაც იმ საავადმყოფოებს, რომელიც ხარისხობრივად და ასე შემდეგ არის შესაბამისი, ცხადია მოხდებოდა უფრო მეტი თანხების დაზოგვა და მოხდებოდა თვითონ ტარიფებზე ოპტიმიზაცია და მიყენება იმ განახლების ინდექსიც, რაც ყველგან მიღებული არის ეს. ჩვენთან ეს სამწუხაროა და კიდევ სხვა მიზეზებიც.
აი ჩვენ საუბრობდით ამაზე, რომ საქართველოში კი შემოვიდა ეს DRG-ის მეთოდი, მაგრამ მას დახვდა ის სტრუქტურა, რომელიც ევროპაში არის, ან თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მესამე ტიპის მფლობელობა საავადმყოფოების საკმაოდ დიდი, 57% არის არაკომერციული, კერძო საავადმყოფოები, რომელსაც საზოგადოებრივ საავადმყოფოებს ეძახიან და ჩვენთან ეს აბსოლუტურად ნულია. ჩვენთან არის მხოლოდ ორი ტიპის საავადმყოფო, ეს არის კერძო მომგებიანი 80%-ზე მეტი და არის რაღაც სახელმწიფო დანარჩენი, მაგრამ სახელმწიფოც არაეფექტურად მუშაობს, იმიტომ რომ არ არის ჩართული ეს უდიდესი რესურსი, რასაც ქვია რეინვესტირება მოგებისა, ნონ-პროფიტი არ არის, არამოგებიანი არ ნიშნავს, რომ მათ მოგება არ აქვს, მათ აქვს მოგება და ეს მოგება მიდის თვითონ საავადმყოფოს განვითარებაში და ეს უდიდესი ნაწილი ჩვენთან აბსოლუტურად ამოვარდნილია და ამიტომაც არ შეესაბამება ქართული ჯანდაცვა იმ რელსებს, აი თქვენ რელსები ბრძანეთ, იმ რელსებს, რომლითაც მიდის ევროპა, რომლითაც მიდის ამერიკის შეერთებული შტატები, საერთოდ მსოფლიო. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვექნება ესეთი პრობლემები, თუნდაც იგივე, როდესაც არ ხდება ტარიფების მომატება და უამრავი სხვა, რასაც მოსდევს აი კარგი მოდელების დანერგვა საქართველოში. ესეც. სხვა შორის ერთ-ერთ პროექტში BMG-ის ერთ-ერთ პროექტში ჯანდაცვის სტანდარტი, ბატონმა ამირან გამღრელიძემ მოკითხვა შემოგითხოვა ბატონ თენგიზ. იგეგმება თქვენი სტუმრობა ამ და სხვადასხვა საკითხებზე და ამ პროექტის თანაწამყვანი და ბატონ ამირანთან ერთად წამყვანი სწორედ ნინი არის ლონგურაშვილი და ის შეაჯამებს თქვენთან საუბარს დღეს და ჩვენ დავიგეგმებით ძალიან ბევრ საკითხზე, რომელიც თქვენი კომპეტენციის და ექსპერტიზის ქვეშ არის უახლოეს მომავალში. დიდი სიამოვნებით და მე ძალიან მიხარია, რომ აი BNG განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ დიდ ინდუსტრიას, რასაც ქვია ჯანდაცვა. საერთოდ მსოფლიოში ჯანდაცვის წილი არის 10%, აი 8 ტრილიონი და 10 ტრილიონი არის ჯანდაცვა და ეს ამას საქართველოში არ ეხება სხვა არხები და ამ მხრივ პრობლემების გაშუქების მხრივ ძალიან კარგი არის თქვენი მონაწილეობა. მადლობა და ბატონ თენგიზ, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, რეკომენდაციის სახით რომ დაგვიტოვოთ, არა მარტო ჩვენ ამ სტუდიიდან გავაჟღეროთ შესაბამისი უწყებების მხრივ და შესაბამისად მე BMG-ის არაერთ პროექტშიც გავშლით ამ თემას და როგორც გიორგიმ თქვა, აუცილებლად უფრო მეტად სტუმრიანობით გავაფართოვებთ, რა რეკომენდაცია გექნებოდათ DRG სისტემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არაერთხელ ვსაუბრეთ მათ შორის ჯანდაცვის სტანდარტშიც ერთია რომ მოდელი ძალიან კარგია და სწორია მისი დანერგვა, თუმცა რამდენად შეხვდა მზად სისტემა აი ამ მოდელს. ეს ძალიან კაი კითხვა და ამას დავუკავშირებდი აი ევროკავშირთან მიდგომასაც, რაც ქართულ მხარეს აქვს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ გსურს. აი ესეთი მიდგომა აქვს ქართულ მხარეს, ევროკავშირი აყენებს რაღაც პრინციპებს, რომლითაც თანხდება ეს 28 ქვეყანა ზოგადი პრინციპები და ჩვენ ვუყურებთ რა ჩვენ ესე გავაკეთებთ, ისე გავაკეთებთ, ეს არის სუვერენობა. იცით, როდესაც ხდება დანერგვა რაღაც მოდელის, ეს ამ მოდელის დანერგვის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ინდიკატორები, ის ინსტრუმენტები, ის გზები, რომლითაც შეიქმნა ეს მოდელი. თუ შენ ამას გადმოიტან ნახევრად, იქიდან არ გამოგივა უფრო მეტი ეფექტიანობა. ცხადია, ჩვენმა კვლევამაც დაამტკიცა, რომ ამან მოიტანა ეფექტიანობა გარკვეული მხრივ, მაგრამ არაიმდენად, რაცაც უფრო მეტად მოიტანდა. და ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ არა ქართული ვარიანტით, არამედ გავაკეთებთ სოფლიო ემპირიული გამოცდილებით, რაც ყველა ქვეყანას მიღებული და შევთანხმდებით აი ამ პრინციპებზე. აი როგორც ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ არის რაღაც კანონის უზენაესობა, არის დამოუკიდებელი სასამართლო, არის დემოკრატიული არჩევნები თუ სხვა, თუ აი ესე უნდა შეთანხმდეს ამ ემპირიული გამოცდილებით და ეს ემპირიული გამოცდილება უნდა გადმოვიტანოთ საქართველოში. ცხადია, საქართველოს გარკვეული ეროვნული, ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით ეს ყველგან ხდება, მაგრამ არა დაუშვათ მთავარი საყრდენების გამოქვითვით. ასე არ ხდება. უნდა იყოს ის, რაც დანერგილი არის და იმას უნდა მისდევდეს. მადლობა ბატონ თენგიზ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ. მადლობა თქვენ. კონტექსტ და კომუნიკაციას. თენგიზ ვერულავა, ქალბატონებო და ბატონებო, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი სტუმრობდა საქმიან დილას.